ხო და მოკლედ ბიჭები ურეკავენ ტატოს, რომ ახალ გადაცემას ვიწყებთო და ანუ ხა ფორმატიო ისეთიაო, რომ უნდა დალიო, ხა სხვანაირად კიო მეო მანქანასო დავწოვებო ბიჭო, რას თქვენ გამო ბიჭო, ანუ რატო იყუებიშე ნაბოზარ? თქვენ გამო ბიჭო, მე როგორ რას ლაპარაკობ და ეგ რომ ამბობდი? თქვენ გამო მე მესმოდა იქ ვიყავ როგა მე თქვენ გამო არ დავლიო, არ კი არ ვსვამ ხა ზოგადად მანქანას დავტოვებ წყნეთში, ფეხით ავალო. რაღაცა მოხდა, რა მოხდა? ბიჭო, აი რა ცოტა ისე იყავი რა, აი. არ ვარ ხოძე. ეხა უნოს კარდს დაგიგდებთ რა. თქვენ აბოზრებო თქვენ. პირი, ანუ პროჭათ ხო გამოკავართ ეხლა, ვითომ ამ დროს აღარ მახსოვს რა იყო, მაგრამ რაღაცა ისეთი მოხდა, რის გამოც ვაფშე ვერ მისულიყავი და მანქანით წამოვედი მაგიტო. და მაინც მივედი გადაცემაში. და პროსტა ვერ დავლია. გადმოვიდა სისხლიდან იცილებოდა და ბიჭებო პოდკასტზე მაინც მოვედი და ბიჭებმა აი დიდი მადლობები რეალურად ეგრე იყო. და არ მახსოვს რა მოხდა, რაღაცა იყო. ბიჭო, ბიჭებს ახსოვს ტიროდნენ რომ პირველი გადაცემა ჩაგვივარდაო ჩემი რომ ტატო. აუვარდათ არა. ტატო არდალიაო და რა არ დავლიო შეჩემა. ცოტნეს ლუდი შეაშრა ამაზე შეჩემა. ვითომ სვამდი. კაფი მოედო ღაწვებზე ისე დღეში იყო და ბატონ ვახტანგი მიდო და არდალია. აი ეს არის. ანუ გადაცემაში ხო არ იყო ნათქვამი რომ არ სვამდი ისე და ლუდი მედგა და ლუდით ანთაკლებულობდა მე და ცოტნე სვამდა ხოლმე. ხო ну битом медавლიეში. აი ეს არის მე გატყუებენ, რეალურად აი გატყუებენ. აი ეს არის? просто არ მახსოვს რა მოხდა მართლა. ბიჭო, აი რაღაცა ვერ ვარ ხოძე იყო. არა, რაღაცა თემა იყო რა, რის გამოც მანქანის გარშე ვერ წამოვედი. იმდენად სერიოზული არა რომ გახსოვდეს როგორ ჩანს. შეჩემა ეხა ამპუტაცია არ გაუკეთებიათ ორგანოსი ამის და. ხო და მოკლედ აი ეგეთი ამბებია. ესე ჩააგდო დატომ ბიჭების გადაღებას ამ წუთში. ნუ ეხა გადაახვიეთ და უყურეთ პირველ გადაცემას ხიზელი და ნახავთ რომ არა მთვრალი შენ მარტო იმაზე იყავი რა ქვია შედარებით ნასვამი ჩვენ ვიდეოებში რაც გადაგვიღია ფეხბურთი რო ვითამაშეთ დარტყმა იქ ხო მოგეკიდა საკაიფოდ ნუ დავლიეთ ასე თუ ისე რა რამდენიმე შოთი ისე რომ ცოტა ბიჭო იშვიათად სვა ბოლო წლებია იშვიათად სვამ და ვაფშე ვერ ყოფილა მანამ ხე რო გვისაყვედურე რო აი თქვენ გამოვერ დავლიეო მე უბრალოდ არა დღეს ვლაპარაკოთ უმანქანო წავიდოდი და დავლევდი ზმავით საძმაკაცო იყო მთელი ღლამი შეჩემა ძმაკაცები იყვნენ ხა ვის იყო რა ქვია როშუაშია ქორწილი ვის ქორწილში ვიყავი თქვენ საში აბა გამახსენე ვისი ქორწილი ხშირად გინახავს გუნდიშაც შეჩემა ძმაკაცები იყვნენ ხა ვის იყო რა ქვია როშუაშია ქორწილი ვის ქორწილში ვიყავი თქვენ საში აბა გამახსენე ვისი ქორწილი ხშირად გინახავს გუნდიშაც ცოტა გადაცემას რო იწყებენ YouTube-ზე ყობა ხამროცოლი მოიყვანა და შემოცოლი მოიყვანა შეჩემა გაიხმის წინ იყო მაშინ არ ძმაკაცობდით და იმის იქით ცოლი არ მოგიყვანიათ რომ ქორწილში ყოფილიყავი თქვენთან და მართალი არა ბიჭო ქორწილი ისეთი ამბავია ხა იშვიათად არის ძალიან ქორწილში თუ არ დაჭერი ვიღას და არ ეჩხუბე დარტალია ეგ რა ქორწილია არა შეჩემა ძალიან ჯიგრული საკრეფ ქორწილი იყო არ იყო პატარა ქორწილი მაგრამ რაღაც ისეთ მეგობრული და კაი დროს ამოსულ ხარ არც ისე კარგ დროს წამოვედი არა ცოტა ხანი კიდევ ზიანური იქნებოდა ტორტი არ დაჭმელა არა ბიჭო რა გამოვდიოდი გავუვარეთ მეგობრებო ტორტი რა გავგვიგზავნოთ ტატოს გული და კაი ტორტი იყო თან რაც ჟოლოები იყო ძალიან ბევრი თუ მარწყვები და რაღაცეები და გამიტყდა ის ცოტა დავლიე მაგრამ ხა იმდენი რომ მანქანას დამჯერიყავენ მე და ერთი ჭიქა ვინო მე არაფერი აი პროსტა ის რაი რო ადღეგზელებო იცი მივჭახუნებ და მოწრუპავ ძირითადად რუკით ვიყავი დაკავებული კი ბატონო მაგრამ გავერთე მაინც გასწორა კაი